მოგესალმებით მეგობრებო, ჩაინაკარს წერტილი G. შეხედეთ რა ლამას ბუნებაში ვართ. რა თქმა უნდა, ვართ საქართველოში და დღეს ვიღებთ მიმოხილვას ჩვენი შემდეგი ავტომობილის, ჩვენი კლიენტის ავტომობილის, ამ ავტომობილის, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენ საქართველოში ვიწყებთ ხოლმე ჩვენს მიმოხილვას პატრონის ინტერვიუდან. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ამ ავტომობილის პატრონმა არ მოისურვა რომ კადრში გამოჩნდეს, მაგრამ მის შთაბეჭდილებას და მის აზრებს ამ ავტომობილის შესახებ აუცილებლად მოგიყვებით. მოკლედ, დავიწყოთ, ეს არის Changan Q1 Q07, მაშასე ვიწყებთ. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო. ჩვენი სერვისი ჩაინაკარში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China-Cars G. შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. განვიხილოთ ამ ავტომობილის ექსტერიერი, კონკრეტულად წინა ნაწილი. რა გვაქვს? ერთი mono ზოლი, LED ოპტიკა, ჭკვიანი LED ოპტიკა, რომელიც მოგიჭრით კუთხეებს, არ დააბრმავებს მოვალ ტრანსპორტს და ასე შემდეგ. საკმაოდ ჭკვიანი რამეა. კამერები, სენსორები და რა თქმა უნდა, ლოგო, რომელიც ანათებს. ქვევით, მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქვევით არის ეგრეთ წოდებული გრილი, ჟალუზებს ეძახიან ხოლმე კიდევ, რომელიც იღება და იხურება, გამომდინარე იქიდან ჭირდება თუ არა მოტორს გაგრილება. კარგია სხვათა შორის აეროდინამიკისთვის, თუ არ სჭირდება გაგრილება და იხურება, ჰაერს უკეთესად ჭრის და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე წვავს ნაკლებ ელექტროენერგიას და საწვავს. იცით რატომ საწვავს? იმიტომ რომ ეს არის plug-in ჰიბრიდი. რას წარმოადგენს ეს ავტომობილი გვერდიდან? პირველ რიგში, რაც თვალში ხვდება, ეს არის დიდი საბურავები, დიდი დისკები, 20-იანი, კონკრეტულად 245-50-ზე R20. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილზე დიდი დისკები აყენია, კონკრეტულად ამ კომპლექტაციაში აქვს ელექტრონული დაკიდების სისტემა, რაც გვაძლევს საშუალებას ელექტრონულად შევცვალოთ ავტომობილის სირბილე. ამიტომ 20-იანი დისკები არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი ძალიან უხეში იქნება. შეცვლით, რბილად ივლით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ელექტრონული კარებები. გამოვიდა სახელური, ვაღებთ და რას ხედავთ? ხედავთ scale უჩარჩო კარებს, scale ორმაგი შუშით. სხვათა შორის მოგვიანებით გაჩვენებთ, რაოდენ ეფექტურია ორმაგი შუშა. უამრავი კამერები, უამრავი სენსორები და ამ ავტომობილის მახასიათებელი დიზაინი. თუ შეამჩნიეთ აკომპლექტაციაში ამ ავტომობილს აქვს ჩაბურული უკანა შუშები და რას ხედავთ აქ? ქვევით თეთრი, სახურავის თეთრი, თლიანად კი შავი ფერისაა შუაში. რაც გვაძლევს იმის შთაბეჭდილებას, თითქოს სახურავი არის ჰაერში. დავარქვათ ამას მფრინავი სახურავი. რა თქმა უნდა, უზარმაზარი პანორამული სახურავი, რომელიც იხურება და იღება დასაფარის სპეციალური მოწყობილობით. ავტომობილის ექსტერიერი, უკანა ნაწილი, მარჯვენა მხარე. რა გვაქვს მარჯვნივ? სატენი პორტი. სხვათა შორის ამ სატენი პორტის გაღება, როდესაც ავტომობილი დაბლოკილი არ არის, შეგიძლიათ ერთი თითის დაჭერით. გააღეთ და რას ხედავთ აქ? აქ არის ნელი GBT AC დასატენი პორტი და დიდი სწრაფი პორტი GBT DC, რასაც ქვია. რატო ვახსენე ის, რომ სატენი კარების გაღება გარედან მარტივია, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში თქვენ ხმარობთ ამას. მოხვედით, დააჭირეთ, გააღეთ, დატენით. რასაც ვერ ვიტყვით ბენზოგასამართ კარებზე. წამოდით გაჩვენოთ. როგორც ვახსენე, უკან მარცხენა მხარეს აქვს ბენზინის გასამართი კარები, მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივია. ეს არანაირად ესე არ იღება. ამისთვის უნდა ჩავჭდეთ ავტომობილში
და მონიტორზე გავაკეთოთ ამ კარების unlock-ი. ჩამოვწევთ, ჩამოვსხლოთ ეკრანს, დავაჭერთ relax და მხოლოდ შემდეგ ვაჭერთ გარედან კარებს ხელს. ეხლა კი გადავიდეთ ვნახოთ რა ხდება უკან საბარგულში. მოვედით Q07-ის საბარგულთან. რა თქმა უნდა, საბარგული არის ელექტრო. შეგიძლიათ გააღოთ პულტით, შეგიძლიათ გააღოთ ღილაკით, რომელიც იმყოფება აი აქ, სანომრე ნიშანთან. ამ საბარგულის გაღების სიმაღლე შეგიძლიათ დაასეტინგოთ. ანუ თუ მაგალითად შედიხართ და გააქვთ სახლში დაბალი ჭერის მქონე ავტოფარეხი, ან სადღაცა ხეა პარკინგზე, მოკლედ ლოკაციის მიხედვით მიუთითებთ, რომ ეს არ გაიღოს ბოლომდე, გაიღოს რაღაც დონემდე, ამას ყველაფერს დაიმახსოვრებს და არ გაიღება ბოლომდე, გაიღება ისე, როგორც თქვენ მოისურვებთ. რა გვაქვს საბარგულში? საბარგული არის აწყობილ მდგომარეობაში, ანუ უკანა სავარძლები, როდესაც გაშლილია და ჩვეულებრივ მდგომარეობაში ავტომობილი, 760 ლიტრიდან იწყება მისი მოცულობა, ხოლო დაშლილ სავარძლების შემთხვევაში წარმოიდგინეთ 1700 ლიტრამდე იზრდება. პრაქტიკულად რაღაცას მელაპარაკება, პრაქტიკულად ჩათვალეთ უზარმაზარი სატვირთო მანქანასავით არის. 1700 ლიტრი მეგობრებო. რა ხდება საბარგულში? საბარგულში გვაქვს ეგრეთ წოდებული ფალშ საბარგული ქვევით, სადაც დევს სატენი, სადაც დევს ტუმბო, სადაც დევს ავარიული ნიშანი, ხსნარი იმისთვის რომ ბორბალი რო დაგიშვებთ ტუმბოში ჩასვავთ და გაბერავთ, იმიტომ რომ ამ ავტომობილს რა თქმა უნდა არა აქვს საცადარიგო საბურავი. უკან დინამიკები და რა მინდა გითხრათ, უკანა სავარძლები ელექტრონულია, ანუ მისი ზურგი ელექტრონულად მოძრაობს, მაგრამ როდესაც გნებავთ რომ უცებ დაშალოთ სალონი და გაზარდოთ თქვენი საბარგულის მოცულობა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მექანიკურად ორი ღილაკის დაჭერით უცებ ჩაკეცოთ სავარძლები. როგორ ხდება ეს? ძალიან მარტივად, აი ესე. დავშალეთ სავარძლები, ძალიან მარტივად, გახსოვთ 1700 ლიტრი დაშლილ მდგომარეობაში სავარძლების. რას ნიშნავს 1700 ლიტრი? ჩემს მაგალითზე, მე ვარ 191 სანტიმეტრის სიგრძეში, სიმაღლეში უკაცრავად, აი ნახეთ რას ნიშნავს ეს. ეს არის 1700 ლიტრი მეგობრებო. ნახეთ რა მხოლოდ მოცულობა აქ შეუძლია ორ ადამიანს დაიძინოს. დავიწყოთ ამ ავტომობილის გაბარიტებით. ამ ავტომობილის სიგრძე არის 4827 მმ. ამ ავტომობილის სიგანე არის 1920 მმ. ხოლო სიმაღლე არის 1690 მმ. რაც ეხება ბორბლების ბაზას, აქედან აქამდე არის 2905 მმ და ეს ძალიან დადებითად აისახა ინტერიერის ზომაში და მოცულობაში. აგიხსნით რაზეა საუბარი. როდესაც ბორბლები ერთმანეთისაგან მოშორებულია საკმაოდ დიდად, არკები, რომელიც არის ავტომობილის შიგნით, არის საკმაოდ გაწეული წინ და უკან, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ უკანა სავარძელი იდგეს უფრო უკან ვიდრე სხვა ავტომობილებში და წინა სავარძელსა და უკანა სავარძელს შორის გქონდეთ საკმაოდ დიდი ადგილი, რასაც გაჩვენებთ, რო ჩავჯდებით ავტომობილში შიგნით. და ბოლოს ავტომობილის კლირენსი არის 185 მმ, აი ეს ვიცით რა არის კლირენსი, რაც პრინციპში მსუბუქი უგზოობისთვის, ბორდიურებზე დასაპარკინგებლად, ქალაქში საკმაოდ კომფორტული სიმაღლეა. ეს არის ამ ავტომობილის გაბარიტები. მე დღეს არ მახსენდება არც ერთი ავტომობილი, რომელიც შეიძლება ყიდეს ახალი $22,000 და კონდეს ესეთი ზომები. ამ მანქანის ზომები საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა არ არის იმ დონეზე დიდი, რომ გაგიჭიდეთ პარკინგი ქალაქში. ეხლა კი ვნახოთ, თუ რა ხდება ამ ავტომობილის ინტერიერში, როგორი მოცულობა აქვს, დავჯდეთ წინა სავარძელზე, მოვირგოთ სავარძელი ჩემს სიმაღლეზე, რომელიც არის 191 სანტიმეტრი და შემდეგ დავჯდები უკან და ვნახოთ რამდენი ადგილია უკან. ჩავჯდები წინ, მოვირგებ ავტომობილს, სავარძელს ისე როგორც უნდა ვატარებდე. მიახლოებით, აი ესე ვგზნობ სავარძელზე კომფორტულად თავს. ეხლა კი გადავჯდები უკან და ვნახოთ ჩემს უკან რამდენი ადგილი დამრჩა. შეხედეთ მეგობრებო, მთელი მუშტი ფეხებიდან წინა სავარძლამდე
უკანა სავარძელი ელექტრონულად რეგულირდება ზურგი, ანუ შემიძლია გავწიო უკან სავარძელი, რასაც ამჟამად ვაკეთებ და რომ ჩავჯდე ბოლომდე, მე პრაქტიკულად მანქანაში დავიკარგები. აი შეხედეთ. ოპ. აი ესე ვეტევი ამ ავტომობილში. თან მაქვს კომფორტული მაგიდა, საკმაოდ მყარი და ამ კარებიდან შემიძლია ვარეგულირო როგორც შუშა, როგორც ჩემი ზურგი სავარძლის, ასევე პანორამული სახურავის გაღება და დახურვა. ნახოთ, რა ხდება უკანა სავარძელზე კიდევ ერთხელ. შეხედეთ, რაოდენ დიდი ადგილია უკან. შეგვიძლია მოვკაჩოთ პატარა მოსაკაჩთა გავაღოთ უზარმაზარი ხელის ჩამოსადები, სადაც გვაქვს ორი საჭიქე. სავარძელზე კარგად დავწვეთ, სხვათა შორის ამ სავარძელს აქვს გაგრილებაც და გათბობაც და, რა თქმა უნდა, რეგულირდება მისი ზურგი წინ, უკან. ამასობაში აქედანვე შემიძლია დავხურო პანორამული სახურავი. მაგიდა კლიმატ კონტროლი, USB Type-C და პატარა უჯრა, რომელშიც შეგვიძლია ჩავდოთ რაღაც უმნიშვნელო რაღაცები. მეგობრებო, ვიცით რომ როდესაც გადმოვდივართ ავტომობილიდან, ვაჭერთ ელექტრონულ ღილაკს და კარები იღება. მაგრამ დღეს ჩინური კანონმდებლობის მიხედვით ყველა ავტომობილს უნდა კონდეს პარალელურად მექანიკური კარების გაღება. ვინცობა რაღაცა მოხდეს, რომ ავარიულად გადმოხვიდეთ ავტომობილიდან. კონკრეტულად ამ ავტომობილს კარების გასაღები აქვს აი აქ. მოკაჩავთ ამ ღილაკს და კარები მექანიკურად გაიღება. ანუ ეს ფუნქციაც ავტომობილში არის. ეს არის კანონი. ისევ დაუბრუნდეთ წინა სავარძელს. უმეტეს შემთხვევაში ხომ საჭირს არ ვაპირებთ გატარებას დროის. მოვყვები თუ რა გვაქვს ამ ავტომობილის ინტერიერში. ყველაფერი საკმაოდ კომფორტულია, ყველაფერზე გვაქვს წვდომა. ერთადერთი რაც არც თუ ისე მომწონს უმეტეს ჩინურ ავტომობილებში, ეს ავტომობილის გამონაკლისი არ არის, თუ ის სად აქვს ავარიული ღილაკი. რატომღაც აყენებენ ზევით სახურავზე. რატო არ ვიცი, რა თქმა უნდა, აქ უფრო მარტივი დასაჭერი იქნებოდა, მაგრამ აქვს ზევით. რა თქმა უნდა, ვიცით რომ ეს ავტომობილი უერთდება ტელეფონს, ტელეფონით შეიძლება ავტომობილის მართვა და რა თქმა უნდა, მეხსიერება იწერება როგორც გასაღებზე, ასევე ტელეფონზე ავტომობილი გცნობთ, თუ ვინ ჩაჯდა ავტომობილში. და ერთ-ერთი მახასიათებელი ამ ავტომობილის არის ის, რომ წინა მონიტორი ტრიალებს. რასაც დაამახსოვრებინებთ, ამ შემთხვევაში ფლობელს დამახსოვრებული აქვს, რომ როცა ჯდებით ავტომობილში, მონიტორი მოტრიალდება ზღოლისკენ, თუმცა ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მონიტორი სხვადასხვა კუთხეში გაწიოთ. ცენტრი, მარჯვნივ, ან, რა თქმა უნდა, ჩაჯდებით და ყოველთვის მოგეტრიალდებათ თქვენ. უსადენო სატენები, დიდი საცავი, საჭიქეები, რა თქმა უნდა, head-up display, როგორც ვიცით, საჭე სამწუხაროდ ელექტრონულად არ რეგულირდება მხოლოდ მექანიკურად, ზევით ქვევით წინ უკან. და საჭეზე გვაქვს რამოდენიმე ღილაკი. კონკრეტულად ორი ღილაკი ეს არის favorite ღილაკები, როგორც ეძახიან, სადაც შეგვიძლია რაღაც ფუნქცია დავაპროგრამოთ. ერთი ღილაკი არის ხმის, ანუ დააჭერთ და ესაუბრებით ავტომობილს, ან ეტყვით მიესალმებით ავტომობილს და შემდეგ ყველაფრის მართვა შეგიძლიათ სამწუხაროდ ჯერჯერობით მხოლოდ ჩინურ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ავტომობილში ინგლისურ ენზეა, მაგრამ მართვის სისტემა ხმოვანი მუშაობს მხოლოდ ჩინურად. თუმცა, რომ დაგჭერთ ტელეფონი სატენზე, გადმოხვიდეთ ავტომობილიდან, ინგლისურად გეტყვით, რომ დაგჭერთ ტელეფონი და არ დაგავიწყდეთ აიღეთო. ესეც ესე. ვზივართ კომფორტულად, გვაქვს გაგრილება, გათბობა, წინაც და უკანაც, გვაქვს მასაჟი ორივე სავარძელზე და გვაქვს ნულოვანი გრავიტაციის რეჟიმი გვერდზე სავარძელზე. რას ნიშნავს ეს? ცოტათი მოგვიანებით განახებთ. უჩარჩო სარკე, რაც თავარი არ დაგვავიწყდეს. გვაქვს Face ID კამერა. ეს არის კამერა, რომელიც ცნობს მძღოლს, დაგჭათ ტელეფონი, დაჯდა, გქონდათ გასაღები, რომელზეც ელემენტი დაჯდა, ანუ ვერ ცნობს, რაღაცა მოხდა და ვერ ცნობს ავტომობილი გასაღებს. როგორ დაძრათ, როგორ წახვიდეთ? ჩართავთ ფუნქციას Face ID, დაამახსოვრებინებთ თქვენ სახეს და როგორც ტელეფონი ჩვეულებრივად გიცნობს და მანქანა დაიგოქება და წავა. ამასობაში როგორც ვიცი, ეს კამერა გიყურებთ და თუ გახდით ცუდად, ავტომობილი მიხვდება
გააჩერებს ჩართულს ავარიულს ჩართავს და ჩინეთში ყოველ შემთხვევაში დარეკავს სამაშველოში და გაუგზავნის ლოკაციას. კომფორტული, ჩუმი, მულტიფუნქციონალური ავტომობილი. ეს რაც ეხება ძღოლის მხარეს. ეხლა გადავიდეთ გვერდზე, გაჩვენებთ რა არის ნულოვანი გრავიტაციის მოდი. გიყვებით, რას ნიშნავს სავარძელზე ნულოვანი გრავიტაციის მოდი. უბრალოდ ერთ ღილაკს ვაჭერთ, გვიჭირავს ერთი წამით. 您重力座椅正在展开，请前后排人员注意安全。 ამიხსნა ჩინურად თუ რაზეა საუბარი, დამაწვინა. გადაიხარა მთლიანად რომ ვიყო ჰაერში და ამასობაში შემიძლია ჩავრთო მასაჟიც. ზოგადად ჩინელები საკმაოდ ადრე იღვიძებენ, ადრე გადიან სამსახურში და მათთვის ძალიან აქტუალურია გქონდეთ საშუალება იმისთვის რომ ესე relax mode-ში, ნულოვანი გრავიტაციით დაისვენოთ. ამ სავარძელზე ესეთ mode-ში 10 წუთში გაითიშებით, განსაკუთრებით ჩართული მასაჟით. დავისვენეთ ნულოვან გრავიტაციაში, ამოვისუნთქეთ, ეხლა კი გადავიდეთ ავტომობილის კომპლექტაციებზე. ამ ავტომობილს აქვს რამოდენიმე კომპლექტაცია. ერთადერთი, რაც ყველას აერთიანებს, ეს არის 1.5 ლიტრიანი ძრავი გენერატორი, დავარქვათ ესე. დანარჩენი, მინიმალურ კომპლექტაციაში ვღებულობთ ელექტრონულ რენჯს 155 კილომეტრს, ვღებულობთ 19-იან დისკებს, ჩაუბურა უკანა შუშებს და რაღაც წვრილმანები ავტომობილში კიდევ არ არის. შემდეგ კომპლექტაციაში ჩვენ ვღებულობთ 215 კილომეტრ რენჯს, ვღებულობთ 20-იან დისკებს, ჩაბურულ უკანა შუშებს, ნულოვან გრავიტაციას და რაც თავარია, შემდეგ კომპლექტაციაში, ანუ მინიმალურში არა, მის შემდეგ კომპლექტაციაში ჩვენ ვღებულობთ ელექტრონულ დასაკით სისტემას, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილის სირბილის შეცვლა შეგიძლიათ. შემდეგი, ყველაზე მაქსიმალური კომპლექტაცია, რენჯი იგივე ექნება პრაქტიკულად ყველაფერი, უბრალოდ ექნება გაუმჯობესებული ავტოპილოტი და ლიდარი ექნება წინ დაყენებული, ლაზერ ლიდარს როგორც ეძახიან კატალოგის მიხედვით, ექნება წინ დამატებითი მონიტორი, რომელიც სახურავიდან ზევით, საქარემინის ზევით ამ მხრიდან შეგიძლიათ ჩამოწიოთ და ექნება ეგრეთ წოდებული მოდი, რომელსაც ეძახიან Magic Carpets. რაც ნიშნავს Magic Carpet-ი. ჩართავთ ამ მოდს და თითქოს მიცურავთ. ოღრო-ჩოღრო გზის ბარიერებს, ორმოებს პრაქტიკულად ვეღარ გზნობთ. მანქანა თითქოს გემია და მიცურავს. ეს არის მაქსიმალურ კომპლექტაციაში. ეს არის პრინციპში ის, რაც შეგვიძლია ამ ავტომობილზე ვთქვათ. განვაგრძოთ? ტესტ დრაივის დროა. მეგობრებო, Changan Q07-ის ტესტ დრაივი. პირველი შთაბეჭდილებები არის აბსოლუტურად ჩუმი ავტომობილი, პრაქტიკულად სხვა სამყაროში ხართ, როგორც კი ხურავთ კარებებს და ფანჯრებს. არის შეკრული ავტომობილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ესეთი ავტომობილი, როგორიც არის მაგალითად ან Range Rover-ი, ან Nissan-ი, ესეთ ავტომობილს ვერ შევადარებთ. მე ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ოღრო-ჩოღრო გზაზე დადიხართ, ყველაფერს არ ყლაპავს. რა თქმა უნდა, გძნობთ, მაგრამ გძნობთ რაღაცნაირად შეკრულად. არ გაწუხებთ, გძნობთ, რომ არაფერი არ ქანაობს, არაფერი ხმებს არ გამოსცემს და გძნობთ, რომ მანქანას აკონტროლებთ. მანქანის კონტროლი საჭეს მოკიდებთ ხელს და იცით, რომ ყველაფერზე ექნება რეაქცია. ოდნავ საჭის მარჯვნივ მარცხნივ დატრიალებაზე ეგრევე მომენტალური რეაქცია აქვს და ძალიან გემრიელად ზიხართ, თითქოს მე და ავტომობილი ერთი რამ ვართ. პირდაპირ მიმყავს, თითქოს ფეხით მივდივარ, ოღონდ სწრაფად რა, ძალიან კომფორტულად და გემრიელად. რაც ეხება კომფორტულ ფუნქციებს. ჯერ ეს ერთი, უნდა გავითვალისწინოთ. თუ გაქვთ პოლარიზებული სათვალეები, დაივიწყეთ head-up display. იმიტომ რომ ყველაფერი პროექციული დისპლეი რაც უნდა მქონდეს საქარე მინაზე, პოლარიზებული სათვალეებით არ ჩანს. იხსნით, ყველაფერი გამოჩნდება. სხვათა შორის ეს პოლარიზებული კი არა და head-up display, პროექციული ეკრანი არის
დავარქვათ ესე სამგანზომილებიანი. თუ შეხედავთ პირდაპირ საქარე მინას, ვერ ხედავთ, ხოლო პერსპექტივაში როცა იყურებით წინ, ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჰაერში გამოჩნდება და ხედავთ კომფორტულად და არ გაწუხებთ, ხედავთ სიჩქარეს, ხედავთ ნავიგაციას, ხედავთ საგზაო ნიშნებს, შუქ ნიშნებს, ყველაფერს გიჩვენებს წინ. საკმაოდ დიდი head-up display-ია და მისი, რა თქმა უნდა, setting-ით შეიძლება ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ. კომფორტულად შეიძლება მოირგოთ ეს ყველაფერი. უზარმაზარი 15 და 4-იანი როგორც მახსოვს მონიტორი ავტომობილში, რა თქმა უნდა შემიძლია ვიარო და არ დამჭირდება შევძრე მონიტორში, ეს არაკომფორტული რაღაც მოქმედებები, ვიპოვო სად არის სავარძლების მასაჟი და ასე შემდეგ. არაფერი, მეგობრებო, პირდაპირ არის ღილაკი, რომელიც იმახსოვრებს თქვენ ბოლო მასაჟის რეჟიმს, აქ 8 რეჟიმი არის მასაჟის. აჭერთ ღილაკს პირდაპირ სავარძელზე და იწყება მასაჟი. სხვათა შორის ზოგიერთ მანქანას არ შეუძლია ჩართოს მასაჟი, როდესაც ატარებთ ავტომობილს, კონკრეტულად ამას შეუძლია. ამჟამად ზურგის მასაჟია ჩართული. ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის. გავაგრძელოთ. უზარმაზარი პანორამული სახურავი. დიდი სარკეები, უჩარჩო უკანახედვის სარკე, შიგნით კამერა. მოძრაობთ, საჭის გათბობა ზამთარში იდეალურია, არ მიგეყინებათ უკაცრავად ხელები საჭეზე. გათბობა გაგრილება, რა თქმა უნდა, 4-ვე სავარძელზე და რაც თავარია, ყოფნის დინამიკა. 300-ზე მეტი ცხენის ძალა არის ზესაკმარისი იმისთვის, რომ ქალაქში და ეგრეთ წოდებულ highway-ზე, ტრასას რო ეძახიან ხოლმე, გეყოთ. მაგალითი, ეხლა მივდივართ 67 კმ/სთ-ში, ვითვლი 1, 2, 3. დავაჭირე. 70, 80, 90, 100. ალბათ ტაიმინგით ვიდეოში ხედავთ რაოდენ სწრაფად აკრეფა სიჩქარე და მე ამასობაში ავტომობილში ეს სიჩქარე ვერანაირად ვერ ვიგძენი. ადაპტიური კრუიზ კონტროლი. ეს არ არის ის კრუიზ კონტროლი, რომელსაც ჩართავთ და ზოლებს შორის, აი ზოლთან რომ მივა და შემდეგ საჭირო მოუხვევს და მერე გეშინიათ მეორე მხარეს არ გადავიდეს და მეორე ზოლამდე არ მივიდეს, არა. ზუსტად უჭირავს ზოლები, ხედავს კამერები, სენსორები, ყველაფერი აფიქსირებენ, რომ ზოლებს შორის უნდა იაროს. თუ არ ჩართავთ, რა თქმა უნდა, როგორც ეძახიან, პავაროტნიკს, ანუ მაშუქს, ციმციმას თუ არ ჩართავთ და გადაკვეთავთ ზოლს, საჭე მოგცემთ თითქმის დავარქვათ ამას, რომ ვიბრაციას, ანუ ცოტათი შეგეწინააღმდეგებათ, გიჩვენებთ, რომ უახლოვდები ზოლს და შეიძლება რაღაცა საფრთხე შექმნა გზაზე. ეს არ არის ისეთი, რომ აი გეწინააღმდეგებოდეთ და არაკომფორტული იყოს, არა, ეს უბრალოდ გახსენებთ, თქვათ, ვერ შეამჩნიეთ, ან ნელ-ნელა უახლოვდებით ზოლს და კვეთავთ პრობლემებით, გახსენებთ, მაგრამ არ გართმევთ, ასე ვთქვათ, ტარების ფუნქციას და თქვენ უბრალოდ ყოველთვის ფლობთ თქვენს ირგვლივ სიტუაციას. ხოლო რაც ეხება 360 კამერებს და ყველაფერს, რაც შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში ჩართოთ, მაგალითად, დააპროგრამოთ საჭეზე ღილაკები და ჩართოთ და უყუროთ, რა ხდება თქვენს ირგვლივ 360 გრადუსში. ეგ ხო იდეალურია განსაკუთრებით პარკინგის დროს და საცობის დროს მაგალითად. სხვათა შორის, ამ კრუიზ კონტროლს, ანუ ადაპტირებულ კრუიზ კონტროლს, რომელსაც ხანდახან ეძახიან ხოლმე ავტოპილოტს ასეთი ავტომობილების შემთხვევაში. ამ კომპლექტაციაში, რომლითანაც ახლა ჩვენ დავდივართ, რა თქმა უნდა, ლაზერ ლიდარი თავზე არ აქვს და სრული ავტოპილოტი ამ ავტომობილზე არ არის, მაგრამ იმ დონეზე შეგვიძლია დავარქვათ ამას ავტოპილოტი, რომ ჩავრთავ, მიყვება ავტომობილს, ვირჩევ სიჩქარეს, უჭირავს ზოლები, საცობში გაჩერდება, თუ წინ მიმავალი ავტომობილი გაჩერდება, ჩვენც გავჩერდებით და გავყვებით მას. გამოვცდით, იმედია გვექნება ამის საშუალება, რომ გამოვცადოთ. აი, თქვენ ალბათ ახლა არ გაიგეთ, ახლა იყო ესეთი ხმა რა. ტუდუმ, ესეთი ხმა იყო. რა და წინ head-up display-ზე მიჩვენა სიჩქარის შეზღუდვა. იყო ნიშანი 50, ახლა ნიშანი 40 და ამას ყველაფერს წინ მიჩვენებს და რახან მე მოვდიოდი 50-ზე შედარებით სწრაფად, მაინც პატარა რაღაცამ დაიწრიფინა, რომ მიაქცია ყურადღებაო, რომ წინ ნიშანიო. სხვათა შორის, ქალაქში, საცობებში ვიარეთ ამ ავტომობილით და ძალიან კომფორტული იყო, იმიტომ რომ ბევრი ავტომობილი დგას ჩვენს წინ, მაგრამ მე მაინც ვიცი შუქნიშანზე რაფერი ანთია ახლა და მოძრაობს თუ არ მოძრაობს ხალხი. თანამასობაში ირგვლივ ხედავ ყველაფერი რა ხდება დიდ მონიტორზე. აი, ისევ დაიწრიფინა, შემდეგი ნიშანი იყო საგზაო. სანამ ამას ყვებოდი მე საგზაო ნიშნებს, ალბათ ნახეთ, რომ ოდნავ ავმოძრავდი ზევითქვევით, ეს იყო საგზაო ბარიერი. მეგობრებო, სანამ ვლაპარაკობ, საგზაო ბარიერი გადავიარე 2 ცალი.
მე არ შემაწუხა. თქვენც ალბათ ხედავთ, რომ პრაქტიკულად უგრძნობელი იყო ეს ყველაფერი. ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არ არის ზიკრ 9x, ლისან L9 და ასე შემდეგ. თქვენ ამას ყველაფერს იგრძნობთ, მაგრამ არ შეგაწუხეთ. არც ხმა, არც გრძნობა, არაფერი. აი ახლა იქნება საგზაო ბარიერი. ვაჩერებ მანქანას 1, 2. აი ეს არის მთელი საგზაო ბარიერი. წარმოიდგინეთ, ავის ავტომობილი ღირს $22,000. ვზივარ სიჩუმეში, მაქვს ავტოპილოტი, მაქვს ყველაფერი ირგვლივ, მონიტორები, ადაპტიური კრუიზი, პრაქტიკულად ყველა კომფორტული ფუნქცია, რაც შეიძლება ავტომობილს ჰქონდეს, მასაჟს მიკეთებს და დამიჯდა ელემენტი, პრობლემა არ არის. ამჟამად აუზის 2/3 მაქვს ჩასხმული და 715 კილომეტრს მიწერს. აქედან 215 კიდევ შემიძლია ელექტროთივი არო. ეხლა სხვათა შორის ელემენტი დამჯდარია და გადასული ვარ სპეციალურ სისტემაზე, სადაც ვამჯობინე, ანუ მიუწვდე პრიორიტეტულად იაროს ბენზინით. ანუ გენერატორი დაიქოქოს, მოგწეს დენი, პარალელურად ჩაითოს, თუ რამეა პრობლებსაც მიეხმარება პრობლემის ტრიალში. მაგრამ თქვენ გესმით ხმა? მეც არა და ვხვდები, რომ დაქოქილია მხოლოდ პატარა ნიშნით ეკრანზე. დავაჭერ გაზს, აღმართზე ავდივარ, დავაჭერ გაზს, აბა თუ გავიგოთ მოტორის ხმას. ვერა, ჩათვალეთ, რომ ელექტრომობილით დავდივართ. ყოველ შემთხვევაში ის ეფექტი, რომ ეს არის ელექტრომობილი, ოდნავ სადღაცას რაღაცა ღუღუნი გავიგე, დაქოქილია და ავდივართ აღმართზე. საკმაოდ ისეთი კვეთრი აგვირთია სხვათა შორის. მოვდივართ გზაზე, იქნება ეს ქალაქი თუ იქნება ეს მაგალითად სადღაცას ქალაქგარეთ, გვაქვს სიჩქარეების ჩასართავი, ანუ D, პარკინგი, დრაივი, ნეიტრალი და ასე შემდეგ. დავაჭირეთ ორჯერ, გავუშვით ხელს ყველაფერს, ხელი გავუშვით საჭეს, ავტომობილი მიდის. თვითონ ეკრანზე გვიჩვენებს გზას, გვიჩვენებს ზოლებს, კითხულობს საგზაო ნიშნებს, ვეუბნებით თუ რამდენზე შეუძლია მაგალითად გადაამლაშოს, თქვა 10 კილომეტრი პლუსი, ხედავს ნიშანს, თუ დაინახავს, რომ მაგალითად 100 იყო და 80-ია, ცოტათი შეანელებს, რომ არ დაარღვიოთ. მიდის. 请轻转方向盘。მეუნება, მაინც მიაქციო, საჭეს ყურადღებაო მიწერს ეკრანზე. მოვკიდე ხელი, всё. ავტომობილი მიდის. რეჟიმი LCC. ესე ივლის ავტომობილი მოუხოს მოსახვეებში, ავა სერპანტინზე, სადაც გინდათ, როგორც გინდათ. წარმოიდგინეთ, ამ ავტომობილს არ აქვს ლიდარი, მაგრამ მაინც ესე დადის. ესეც ჩვენი ავტოპილოტი, ვინ ამბობს ავტოპილოტი თბილისში არ მუშაობს, თუნდაც საქართველოში. გრძნობები ამ ავტომობილის ტარებიდან. რაზე გიბიძგებთ ეს ავტომობილი? რისთვის გჭირდებათ ეს ავტომობილი? იქნება ეს დიდი ოჯახის გადასაყვანად, 5 ადამიანი ამ ავტომობილს შეტევა თავისუფლად, უკან ძალიან დიდი ადგილი აქვს, ძალიან რბილი, ძალიან ჩუმი, კომფორტული, დინამიური. მე კონკრეტულად ეს ავტომობილი მკარნახობს ირაკლი, წადი სამოგზაუროდ. წადი დიდ გზაზე. იმოგზაურებ კომფორტულად 1400 კილომეტრს გაგატარებთ ეს ავტომობილი ერთი აუზით და სრული დამოხტვით. წარმოიდგინეთ 1400 კილომეტრს. დაივიწყეთ საერთოდ რა არის ბენზოგასამართის სადგური გზაზე. სადმე გაჩერდებით, ნებისმიერ არ მინდა ბრენდები დავასახელო, ნებისმიერ ავტო ბენზოგასამართ სადგურზე, სადაც არის ელექტროსამოხტი, გადახვედით ყავის დასალევად, რა ვიცი, წყლის საყიდლად, ამასობაში შეარჩევთ ავტომობილს, სწრაფად იტენება, ძალიან სწრაფად იტენება. შეგიძლიათ პრინციპში 2.5 დატენით, თბილისიდან ჩახვიდეთ ბათუმში, ისე რომ საერთოდ არ დაგქოქოთ ბენზინის ძრავი. მაგრამ მე ამის გაკეთებას არ გირჩევთ, იმიტომ რომ კომფორტულია ავტომატური რეჟიმით ამ ავტომობილის სიარული, იმიტომ რომ თვითონ ხვდება, სად ჩართოს ძრავი, სად არ ჩართოს და თქვენ ამაზე არაფერზე არ ფიქრობთ. ყოველთვის გააქვთ სვლის უზარმაზარი მარაგი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რახან ეს ავტომობილი ყავთ აუცილებლად სამოგზაუროდ უნდა შეიძინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არის საკმაოდ დიდი მოცულობის შიგნით, ქალაქში აღმოჩნდა
ამ ავტომობილის პარკინგი საკმაოდ მარტივი, იმიტომ რომ თლად ისეთი დიდი არ არის. აი ეს 10 სანტიმეტრი ძალიან დიდსა და ნორმალურ ავტომობილს შორის, რომლის დაპარკინგებაც უფრო მარტივია, თურმე ის 10 სანტიმეტრი დიდ მნიშვნელობას აკეთებს. და კონკრეტულად ეს არის ის ავტომობილი, სადაც გაქვთ იმ 10-11 სანტიმეტრით უფრო ნაკლები სიგრძეში ვიდე მაგალითად, რა ვიცი, CX-9 Mazda-ს მაგალითად. და თუ იმას ვერ აპარკინგებთ კარგად და ყოველთვის უნდა ეძებოთ სად არის ზუსტად ჩაეტიო და ვინმე არ გაგჩავნოთ, ამით ყოველთვის ეტევით. ანუ ყოველდღიური მოხმარებისთვის მე მარტო ოჯახი ამ ავტომობილის ფლობელი, რა ვიცი, ალბათ უნივერსალურად იდეალური ავტომობილია. ეს არის ამ ავტომობილების მუღამი ეგრეთ წოდებული, ეს არის ის თუ რაზე გიბიძგებთ ეს ავტომობილი. იარეთ კომფორტულად და არ აფიქროთ არაფერზე. გინდათ გადასწრება, გინდათ დინამიური სიარული დააჭირეთ აქსელერატორს და წავა. კონკრეტულად მე ეს ავტომობილი ძალიან მომწონს. მნიშვნელოვანი ფაქტი. 2 ზოლიან წვრილ გზაზე ვარ და მინდა ავტომობილი მოვატრიალო 180 გრადუსით. მეგობრებო, იმხელა კუთხე აქვს მოტრიალების, რომ ზოლ ნახევარი მეყო იმისთვის, რომ ავტომობილი მოვატრიალო. რა მაგარია. აი მიუახლოვდა დასასრულს ჩვენი ავტომიმოხილვა, შეგახსენებთ ეს იყო Changan Q1 07 და რა შემიძლია ვთქვა მოკლედ ამ ავტომობილზე. ამ ავტომობილმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. პრაქტიკულად გაოცებული ვარ. $22,000-ში ღებულობთ ავტომობილს ესეთი ზომის, ესეთ დინამიურს, ავტომობილს, რომელსაც შეუძლია გაიაროს 200 კმ-ზე მეტი ელექტროთი და 1400 კმ-ზე მეტი საერთოდ სრულიად ესეთი ზომის და ესეთი სილამაზის. დაივიწყეთ ავტომობილებზე ისეთები, როგორიც არის Song Plus-ი და ასე შემდეგ. თან ვიცით რომ Song Plus-ი აღარ გამოდის, ეგ უკვე Song Ultra გამოდის. დაივიწყეთ ამ ავტომობილებზე, ეხლა ეს არის ბესტსელერი. ამაზე უკეთესი ამ ფასში მე ჯერ ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს. სხვათა შორის, ეს ავტომობილები ამ ფასში უკვე ძალიან შეზღუდულია. 2025 წლის ავტომობილები საწყობებში პრაქტიკულად მთავრდება და სულ მალე ამ ავტომობილის ფასი გადავა კატეგორიაში 25, 26, 27 და ზევით. თუ გნებავთ ამ ავტომობილის შეძენა, დაგვირეკეთ, დაგვიკავშირეთ, მოგწერეთ ვებგვერდზე და ასე შემდეგ, ყველაფერში მოგეხმარებით და იჩქარეთ თუ გინდათ ამ ავტომობილის შეძენა. ეხლა კი ჩვენი ვიდეოს შესახებ. თქვენ იცით, ჩვენ ვიღებთ ჩვენს ავტომიმოხილვებს დღისით, საღამოს, საქართველოში, ჩინეთში, წვიმაში, მზეში, ნებისმიერ პირობებში. დღეს ვიღებდით პაფანაკეპა სიცხეში, ვიღებდით 5 საათზე მეტი და მე მგონი ამან დაიმსახურა რომ დაგვისვათ ლაიქი, მოგწეროთ კომენტარებში და სხვათა შორის, რისი ნახვა გინდათ მომავალ ვიდეოში, მოგწერეთ კომენტარებში. ვეცდებით ყველაფერს, გადავიღებთ და გაჩვენებთ. ეხლა კი მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო.